მოგესალმებით ეთერში გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია ეკა გედევანიშვილი, იგი გახლავთ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. მადლობა მობრძანებისთვის. სანამ დავიწყებთ უშუალოდ თემაზე საუბარს, ჩვენი საუბრის თემა იქნება წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. ხაწერაში, ფრესკულ ხელოვნებაში და განსაკუთრებით გავამახვილებთ ყურადღებას წმინდა გიორგის შესახებ, წმინდა გიორგის კულტის შესახებ საქართველოში, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ქართველი ერისთვის, ჯერ კიდევ საქართველოს ეკლესიის დასაწყისიდანვე და წმინდა ენოს შემოსვლის თანავე წმინდა გიორგის სახელი მის შემოსვლას უკავშირდება და ალბათ ამის შესახებაც ვისაუბრებთ, რატო შეიყვარა ესე ძალიან ქართველმა ერმა წმინდა გიორგი, არა მარტო ქართველმა ერმა, რა თქმა უნდა, ეს სოფლიო მნიშვნელობის წმინდანია. აი ამის შესახებაც გავამახვილებთ ყურადღებას და მე გარკვეულ თავისებურებებზე წმინდა გიორგის გამოსახულებებთან დაკავშირებით, აი ქართულ თავისებურებებზეც გავამახვილებთ ყურადღებას. მანამდე მინდა ეს წარუადგინო ეს წიგნი, ეს არის ახალი გამოსული წიგნი, რომლის პრეზენტაციაც იქნება 20 მაისს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წიგნი არის ორევნოვანი და მის თარგმანზე თქვენი საუბრებთ ალბათ, ძალიან მაღალი დონის შესრულებული თარგმანი არის. და მინდა აღნიშნო კიდევ ერთი საკითხი ამ წიგნთან დაკავშირებით და ზოგადად წმინდა გიორგისთან დაკავშირებით. ერთი ის, რომ ამ წიგნს ეწოდება წმინდა მეომრები და ქრისტიანულ ეკლესიაში წმინდა გიორგი განსაკუთრებულად შევიყვარეთ. ალბათ ერთ-ერთი ვერსია ისიც არის, რომ ჩვენი ერის ისტორია სულ ბრძოლებს უკავშირდება და დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლებს და მეომრული ხასიათის გამოც ალბათ შევიყვარეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ წმინდა ენომ შემოიტანა მისი სახელის და კულტი, არამედ იმიტომ, რომ ალბათ მეომარიც არის წმინდა გიორგი. ერთი ეს და მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ საკითხზე, აი ეკლესიაში შეხედულობა ომის შესახებ. არა მხოლოდ ზოგადად ომის შესახებ და მეომრების შესახებ, არამედ სასულიერო მეომრების შესახებ. ჩვენ ვიცით ისტორიული წყაროები ძალიან ბევრი და ძალიან კარგი სტატიები ამასთან დაკავშირებით და წიგნები დაწერილი. როგორი მეომარი სასულიერო პირი ყავდა განსაკუთრებით საქართველოს ეკლესიის ისტორიას. ეს ნაკლებად შეიმჩნევა ბიზანტიის ბერძნულ კულტურაში. ზოგადად მსოფლიო კრებები, ძირითადად დისჯულის კანონში 1/6 მსოფლიო კრებაა, სადაც იკრძალება, რომ მღვდელი როცა ეკურთხება, მე სამღვდელო ესე ვთქვათ, მეომრული შესამოსლით იაროსო, იმიტომ რომ ესეთი ფაქტები ძალიან ხშირი იყო იქაც. მაგრამ საქართველოში მიუხედავად ამ კანონებისა, ძირითადად ბერძნული ნათარგმნი კანონები იყო, მაგრამ უფრო მოგვიანო პერიოდში იკრძალება აი არაღასმული სიარული და ბრძოლის, მაგრამ ფაქტები არის აუარებელი. და ფაქტურად წყობა ქართული ეკლესიის აი მართლობითი წყობა, რომ აი მაგალითად კათალიკოსებს საკუთარი ჯარი ყავდათ, ეპისკოპოსებს, აი მაგალითად როდესაც ხდება დაშლა სამეფო სამთავროებად, კახეთში 4 ქორეპისკოპოსს ყავდა სხვადასხვა ჯარი და რომ შეეძლო გამოყვანა და გამოდიოდა და ბრძოლაში თვითონაც იბრძოდნენ ხოლმე. ერთი ის კი არა, მხოლოდ რომ აი ფაქტები ძალიან ბევრია, ეს ახლა ბიზანტიაშიც ხდებოდა ხოლმე პირველ პერიოდში, რომ ბრძოლაში მიდოდნენ, ბრძოლის წინ ეზიარებოდნენ და წირვას ატარებდნენ, არამედ აბჯარასმული და იარაღასმული იბრძოდნენ. და ამ ხრივ ბიზანტიაში უკვე ძალიან მალევე ქრება, ფაქტობრივად ძალიან მკაცრად იგრძელებოდა და საქართველოში იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ძალიან გავს, აი როგორც მეცნიერები ამბობენ, დასავლეთის ეკლესიის ისტორიას, განსაკუთრებით აი იტალიის, ინგლისის ზემოთ, იმიტომ რომ ინგლისში და გერმანიაში იყვნენ ძალიან ბევრი ეპისკოპოსები, რომლებიც ხმლით იბრძოდნენ. არა მხოლოდ ჯარს მიუძღოდნენ და ლოცავდნენ, არამედ თვითონ იყვნენ ჩვეულებრივ მეომრები და ზოგიერთი რომის პაპიც კი გამოისახება, ცნობილი ერთ-ერთი რომის პაპი, რომელიც გამოისახება აბჯრით და შუბით. რადგან იბრძოდა. ერთ-ერთი ძალიან ბევრი ფაქტებია, მაგრამ ერთი მახსენდება, ეს არის დაახლოებით მე-12 საუკუნე, ერთ-ერთი ეპისკოპოსია, ლათინი ეპისკოპოსი, სადაც მოხსენებულია, რომ ერთ-ერთი შეტაკების დროს 9 კაცი მოკლა, ერთ-ერთი შეტაკების დროს მხოლოდ, ანუ ძალიან ძლიერი მეომარი იყო და ერთ-ერთი იტალიელი ეპისკოპოსი წერს, რომ დილითო დღეო კალამი და წიგნი მიჭირავს და ღამე მახველი მიჭირავს, ანუ სუბრძოლაში იყვნენ და ამით ძალიან გავს საქართველოს ისტორია, ძალიან გავს უფრო დასავლეთს, ვიდრე ბიზანტიურს. მიუხედავად იმისა, რომ გაყოფა ხდება უკვე მე-11 საუკუნეში და ფაქტორად ჩვენ მართლმადიდებლურთან უფრო ახლო კავშირი უნდა გქონდეს, წყობით და გარეგნული ნიშნებით ალბათ ეს ისტორიამ გამოიწვია. აი სულ რომში ვიყავით და რაღაცა წყობით, ეკლესიის მოწყობითში და ეპისკოპოსების მართლობითი ფორმით, როგორ ეპისკოპოს სამმართველობას ევალებოდა, საერო საკითხებიც, ძალიან გავს აი კათოლიკურ წყობას, არა რა თქმა უნდა დოგმატური თვალსაზრისით, მაგრამ წყობით. აი ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ამანაც გამოიწვია ალბათ წმინდა გიორგის ესეთი კულტის შექმნა, რომ მეომარი პიროვნება, მეომრები ძალიან ბევრია, მეომარი მოწამეები, მაგრამ განსაკუთრებით წმინდა გიორგი. ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით ესეც უნდა იყოს რა, განსაკუთრებულად შეიძინა ესეთ მნიშვნელობა. ნუ ძალიან ბევრი ფაქტოების ერთი ფაქტი მახსენდება, მაგალითად ქართულ კანონმდებლობაში
ხო, ყოველთვის იგრძელებოდა, მაგრამ განსაკუთრებით აი ორიგინალური ქართული ტექსტი უკვე ვახტანგ მეექვსის სამართალი, სადაც დაწერილი არის, რომ თუ მაგალითად ერთი ის არის, რომ იგრძელება იარაღახსმული სიარული და მეორე თუ შემოაკვდა თავდაცვის დროს სასულიერო პირს, ეს არის ბერძნულიდან თარგმნილი კანონი და ამ დროს ეგრძელება წირვა, ანუ უჩერდება მღვდლობა, მაგრამ მე ეს ორიგინალური ქართული ტექსტია და ეტყობა რომ ქართულია თან ჩანამატია, ის ბერძნულში არ არის, მაგრამ აბა რა უნდა ქნას ესეთი კითხვა სწავს, როგორც ჩანს ვახტანგ მეექვსე სწავს ამ კითხვას და ანუ არ წიროს, მაგრამ აბა რა უნდა ქნას ესეთი კითხვა სწავს. ანუ ძიმდანაც ესეთი ჩვეული მოვლენა იყო და ეს ჩემი მოსაზრება უბრალოდ და მე შეიძლება კიდე გავშალოთ ამას თემასთან დაკავშირებით საუბრის დროს შეიძლება რაღაცები ვახსენოთ. აი დავიწყოთ საუბარი წმინდა გიორგის კულტის შემოსვლასთან დაკავშირებით, ამ წიგნთან დაკავშირებით ზოგადად და მე უკვე ალბათ მის გამოსახულებებთან დაკავშირებით წმინდა გიორგის ქართულ გამოსახულებებთან და თავისებურებებთან. კი ბატონო, ერთადერთი მე უბრალოდ დაუმატებ, რომ სინამდვილეში რასაც თქვენ ამბობთ, ნამდვილად დიწილად და ეს ყველაფერი დაკავშირებულია სწორედ საქართველოს სრულიად განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მდებარეობასთან. აი ფაქტიურად მისი გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს იმას, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც არის ფაქტობრივად აზიისა და ევროპის მიჯნაზე და ორ დიდ იმპერიას შორის, ვთქვათ, ბიზანტია და სასანიდური ირანი და მოგვიანებით უკვე არაბთა ხალიფატი, ფაქტიურად ეს არის ქვეყანა, რომელსაც იმთავითვე უწევს ბრძოლა გადარჩენისათვის. და სხვა შორის მე ძალიან მიყვარს ხოლმე გრიგოლ ფერაძეს მონაზვნობის ისტორიაში აქვს ესეთი ფრაზა, რომ სწორედ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენ განსხვავებული ბერმონაზნობის ტიპი, მებრძოლი ბერმონაზნობის ტიპი გვქონდაო. და ეს აუცილებლად მოახდენდა გავლენას სწორედ აი ამ სამხედრო საქმის ესეთ განვითარებაზე. მოდიში რომ გაწყვეტი, მაგრამ ერთ-ერთი დავით გარეჯის ლეკებთან შემოსევას 1701 წელია, მარტო ბერებმა იქ ჯარი არ ყოფილა, მარტო ბერებმა დაამარცხეს, მოიგერიეს, იბრძოლეს. და ახალი შემოსული იყო მაშინ თოფები და უკვე თოფებით იბრძოდნენ და ცნობილი ფაქტია და ამის შემდეგ რა დაახლოებით 1758 წელს უკვე დავით გარეჯის კრებაზე იგრძელება რომ სასულიერო პირებიო დავით გარეჯის სასულიერო პირებზე საუბარი იარაღახსმული ნუდადიანი თორე შეუჩერდებათ ხდომო ანუ იმდენად შეიარაღებულები ხო ისიც ეს იყო ალბათ ყოველდღიურობის ნაწილი და სხვა შეიძლება ძალიან საინტერესოდ აისახება თვითონ ქრისტიანულ იკონოგრაფიაში რა თვალსაზრისით პირველი რაც უნდა ითქვას და აი სხვა შორის ნიკოლოზ ალექსიძეს თავის შესავალ ნაწილში ეს აქვს ძალიან საინტერესო ისედაც აი ეს შესავალი ნაწილი არის განსაკუთრებით საინტერესო, იმიტომ რომ ნიკოლოზი განიხილავს საგანგებოდ აი თუნდაც ომის კონცეფციას, საღვთო ომის იდეას, როგორ ხდება, აი სწორედ მორგება უკვე და აი მიიღება სწორედ ომისა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ქრისტიანს არ აქვს, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი რჯული აქვს დასაცავი და ნახეთ როგორი საინტერესო ამბავია, თავდაპირველად დაუშვათ წმინდა მეომრების კულტი, როდესაც ყალიბდება, თუნდაც ბიზანტიაში. წმინდა მეომრები მაინც ჩდებიან, ეს არის საყოველთაოდ ცნობილი, ისინი ჩდებიან არა როგორც მეომრები, არამედ როგორც მარტვილები და შემდგომ უკვე გარკვეული კულტის ტრანსფორმაციის შედეგად ისინი მე-10 საუკუნეში განსაკუთრებით აქტიურად, მაგალითად მაკედონურ დინასტიაში წარმოჩინდებიან უკვე როგორც მეომრები. საქართველოში ასეთი კულტის ტრანსფორმაცია ჩვენ ფაქტობრივად არ აქვს. აი ეს არის მე მგონი ძალიან საინტერესო და ნიკოლოს ეს ძალიან ესეთ ხაზგასმით აქვს თავის თავში და მე იკონოგრაფიულ თავშიც მეც ამაქვს ეს რომ ჩვენთან იმთავითვე მხედრები, მეომრები ჩდებიან როგორც მხედრები. აი მაგალითად, ქვაჯვარია სტელებზე გვხვდება წმინდა გიორგი, იგივე წმინდა თევდორე, სადაც ისინი მთელი სამხედრო ატრიბუტიკით არიან წარმოდგენილები და მეტიც, აი ეს არის ძალიან უცნაური, არა მარტო წმინდა მეომრები, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მაგალითად ჩვენ გვაქვს სვანური ძეგლები, სადაც აი საყოველთაოდ ცნობილი მკურნალე წმინდა პანტელეიმონი სვიფის ჯვარზე და ეს ფოტო მოტანილია კიდეც ეს გახლავთ ჩემი აზრით მე-13-მე-14 საუკუნის ჯვარი წარმოდგენილია მეომრების რიგში სრული სამხედრო ატრიბუტიკით რაც არის ნამდვილად ძალიან უცნაური და პირდაპირ ჩასმულია წმინდა გიორგი დიმიტრი თევდორე პროკოფი და ჩასმულია პანტელეიმონი ზუსტად როგორც ამ დასის წარმომადგენელი მეტიც კიდევ უფრო უცნაური მგონია რომ კვირიკე რომელიც ვიცით ჩვენ მისი ცხოვრებიდან ჩვილი იყო როდესაც ეწამა და არ შეიძლება ყოფილიყო
სამხედრო ატრიბუტიკით წარმოდგენილი, ნუ ყოველ შემთხვევაში ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ ეს ყველგან ჩვილად წარმოგვიდგება. სვანურ საკურთხევლის წინ აღსამართ ჯვრებზე ჩნდება როგორც მეომარი და მას თან არ შეგეშლება არაფერში, იმიტომ რომ პირდაპირ აწერია რომ არის წმინდა კვირიკე და იქვე უდგას წმინდა ივლიტა. ის უკვე გარდასახულია როგორც მხედარი და აი ეს ძალიან საინტერესოა თავისთავად, იმიტომ რომ სინამდვილეში აი ამ იკონოგრაფიულ, ასე ვთქვათ, გარდასახვაში ძალიან კარგად ჩანს სამხედრო დასის სიმბოლურობა, იმიტომ რომ ქრისტიანობაში სინამდვილეში აი ეს milita Christi, რაც ქვია, ანუ სამხედრო დასი, არ არის მხოლოდ სამხედრო დასი. ეს არის ზოგადად იდეალი ქრისტიანისა, რომელიც სწორედ ვნებებს ებრძვის და იცავს მართლმორწმუნეობას. აი ეს გარდასახვა სწორედ გამოხატავს აი მოსაგრეობის სიმბოლოს. და სხვა შორის აი ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ეგვიპტეში არის მე-13 საუკუნის ერთ-ერთი მოხატულობა, სადაც წარმოდგენილია ანტონი დიდი, წარმოიდგინეთ, ცნობილი მეუდაბნოვე ანტონი დიდი, რომელსაც პირდაპირ აწერია მხედარი ქრისტესი. და კი, აი პირდაპირ ესეთი განზოგადოებული, აი პრაქტიკულად რაც პავლეს ეპისტოლეში გვაქვს, სწორედ აი ფაქტობრივად ქრისტიანის მართლაც ესეთი სულიერი სიმტკიცის მეტაფორის სიმბოლოდ ჩნდება. და სხვა შორის აი ეს მეუდაბნოვე მამები და წმინდა მხედრები ძალიან ხშირად სწორედ შეწყვილებული არიან ხოლმე სწორედ ამ ნიშნით თუნდაც სვანურ მოხატულობებში. ეს მე მგონი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ამ ხრივ ეს არის ქართული ხელოვნების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება, რომ იმას სულ არ სჭირდება ის ტრანსფორმაცია. უკვე მე-6 საუკუნის ძეგლებზე ცხენზე ზის, ხმალიც აქვს, ფარიც აქვს, ესე რომ ეს უკვე თავისთავად აი ამ იდეის გამოხატულება. აი რასაც თქვენ ამბობთ, სწორედ მე მგონი იმისა. კი, საინტერესოა, რომ ქრისტიანობა ზოგადად ყველა კულტურას ერგება. ანუ არსად არ შედის რაღაცა თავისისას არ ამკვიდრებს ხოლმე, რა თქმა უნდა დოგმატური თვალსაზრისით არ ვამბობ. აი ლიტურგიკული წესები იქნება ეს თუ აი ხელოვნებაში გამოხატული გალობა იქნება ეს თუ გამოსახვა. კი, რა თქმა უნდა იქ რაღაცა კანონები დაცულია ყოველთვის, მაგრამ ძალიან ყველა ქვეყნის ეკლესიის ისტორია ძალიან თავისებურია. ანუ არსად და დღეს ეს თანამედროვე ეპოქაშიც ხდება მისიონერობა გავრცელება ქრისტიან ეკლესიის, მართლმადიდებელი ეკლესიის, სადაც შედის იქაურ, ესე ვთქვათ, კულტურას ძალიან ერგება. აი მაგალითად აფრიკის ქვეყნებში განსაკუთრებით ეს ალექსანდრიის საპატრიარქო საკმაოდ მომრავლდა მრევლი, ესე ვთქვათ, აფრიკის ქვეყნების და იქაური, ესე ვთქვათ, ტრადიციული გალობა, რა თქმა უნდა, შინაარსი იგივე არის, მაგრამ წირვები უკვე იქაურ ტრადიციას ერგება. არ ძალადობრივად ესე ბერძნული გალობა არ შედის მაგალითად. და ეს იყო ისტორიულად ყოველთვის. რაც შეეხება წმინდა გიორგის კულტის განსაკუთრებულობას საქართველოში, რა თქმა უნდა, გარდა გეოგრაფიული, ესე ვთქვათ, მდებარეობისა, აქ გადამწყვეტი, სრულებით გადამწყვეტი არის ნამდვილად წმინდა ნინო. მე ამაზე ყოველთვის საგანგებოდ საუბრობ ხოლმე და ამ ხრივ აი პირდაპირ ვამბობ ხოლმე, რომ აი გასაღები, მთავარი გასაღები არის მოქცევა ქართლისაი. სადაც ეს ჩვენ ამ წიგნშიც საგანგებოდ აგვაქვს ხაზგასმული, სადაც პირდაპირ ნინოს შემოყვანა თხრობაში და საქართველოს გაქრისტიანების ისტორია იწყება არა აი სულ ვამბობ ხოლმე ამას, არა წმინდა ნინოს წარდგინებით, არამედ რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს წმინდა გიორგის წარდგინებით. და პირდაპირ ქრონისტი ამბობს, რომ იყო ჟამი, როდესაც წმინდა გიორგი კაბადოკიელი ეწამა. პრაქტიკულად წმინდა გიორგი ხდება ქრისტიანობის საზომი და წმინდა ნინოს აი მე ესე ვამბობ ხოლმე გეოგრაფიული და დროითი ათვლის წერტილი. და ეს რა თქმა უნდა არ არის შემთხვევით, იმიტომ რომ წმინდა ნინო ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, განსაკუთრებით გვიანდელ წყაროებში ეს ძალიან კარგად ჩანს. წმინდა ნინო არის უშუალო ნათესაურ კავშირში, ყოველ შემთხვევაში საეკლესიო ტრადიცია ჩვენ ამას გვეუბნება წმინდა გიორგისთან და არის ნამდვილად უდაო ის, რომ წმინდა ნინო არის ის, ვინც მოიტანა ცოდნა წმინდა გიორგისა. და ესეც არ ამგონია, რომ შემთხვევითი იყოს, რომ წმინდა ნინოს ნებისაებრ მაგალითად ბოდბის განსასვენებელი სწორედ წმინდა გიორგის სახელობისა უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ამისი გვიანდელი წყაროები, მაგრამ ბოდბე იმდენად ცოცხალი მონასტერი იყო ყოველთვის, რომ ეს აუცილებლად ასე იქნებოდა და მეტიც სხვათა შორის წმინდა გიორგის სახელობისა უნდა ყოფილიყო თხოთის ეკლესიაც. ყოველ შემთხვევაში ამას გვეუბნება ჩვენ არსენ ბერი მე-12 საუკუნეში და ის პირდაპირ ამბობს, რომ თხოთის მთა, სადაც წმინდა მირიანს ბნელი განუნათლდაო, წმინდა გიორგის სახელობისა იყო. ეს წმინდა გიორგის სახელობა დასტურდება მე-19 საუკუნის წარწერებში თხოთაზე, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ეს ტრადიცია ნამდვილად არსებობს. და აი ფაქტობრივად წმინდა ნინო
წმინდა გიორგი და ქრისტიანობა არის უკვე განუყოფელი. წმინდა გიორგი ხდება ქართული ეკლესიის და საქართველოს ეთნონიმის მნიშვნელობის მატარებელი. და ამ შემთხვევაში მე მგონი ძალიან საინტერესოა ხოლმე სწორედ მე ამაზე სულ საუბრობ, როდესაც გიორგიზე მიწევს ხოლმე საუბარი, სწორედ წმინდა მიწის მომლოცველების და ვთქვათ ჯვაროსნების ცნობები, რომლებიც აი პირდაპირ სახავენ საქართველოს პორტრეტს, როგორც ერისა, რომელსაც აქვს სრულებით გამორჩეული დამოკიდებულება წმინდა გიორგისადმი. და ძალიან ხშირად ამ წყაროებში სწორედ აი ეს გიორგია პირდაპირ ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია გიორგისთან და იცით როგორ არის უამრავი ჯვაროსნების მომლოცველების ცნობები, რომლებიც აი აღწერენ ერებს. მათ შორის ძალიან ბევრი ესეთი ცნობა არის საქართველოზე, აი ცნობიდან ცნობაში გადადის ერთი და იგივე ინფორმაცია, რომ წმინდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი, წმინდანი, რომელსაც ქართველები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ და წმინდანი რომლის სახელთანაც არის აი ეს ევროპული დასახელება საქართველოსი. ესე რომ ეს მართლა ძალიან საინტერესოა და აი ამ თვალსაზრისით მე მოვიტანდი აი სწორედ ქალბატონმა დალიჩი ტუნაშვილმა ამ წიგს რო ვაკეთებდით შესავალს, მომცა ესეთი ძალიან მოგცა ძალიან საინტერესო ცნობა ჭელიშური, აი წარმოიდგინეთ რა საინტერესოა ჭელიშური ხელნაწერი, რომლის სტრუქტურა მეტყველებს უკვე ამას. იქ არის ქართლის მოქცევა და წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის ცხოვრება და საგალობლები. პრაქტიკულად ესეთი წრე იკვრება წმინდა გიორგისა და ნინოს განუყოფლობისა. და ეს არის მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რამაც განსაზღვრა წმინდა გიორგის ესეთი გამორჩეული მსახურება, რაც სხვა შორის ჩანს ყველაფერში. იგივე წმინდა გიორგის სახიანი დროშების არსებობაში, რასაც ლაპარაკობენ მაგალითად ჯვაროსნები და საბედნიეროდ ჩვენ შრომებიც გვაქვს და მატერიალური კულტურის ძეგლებიც გვაქვს. ეგ კი არა, ესეც უცნაურია, თუნდაც ეს ჯვაროსნებს უნდა ვუმადლოვდეთ იმისთვის, რომ ისინი გვეუბნებიან, რომ მაგალითად წმინდა გიორგის შეძახილით შედიან ქართველები ბრძოლის ველზე, რაც სხვათა შორის საკმაოდ არატიპურია. ჯვრის და ღვთისმშობლის კულტი ახსენეთ, ანუ ომის წინ შეძახილები და ყველა ფაქტურად დაუჯდომლები პარაკლისები სულ ომის დროს და გაჭირების დროს იწერება და ძირითადად ღვთისმშობლის პირველი ღვთისმშობლის დაიწერა და ჯვარიც ალბათ კონსტანტინე დიდს უკავშირდება პირველად ჯვარი გამოსახის ფარებზე და ჯვრის ძლია, ასე ვთქვათ, კონსტანტინე დიდმა. ქართულ ეს ძალიან საინტერესოა, რაც თქვენ ახსენეთ, რომ წმინდა გიორგის გამოსახულებები, მედროშეები და წმინდა გიორგის შეძახილები და ძალიან ბევრი ცნობებიც არის. თან იცით როგორი ამბავია, აი სწორედ ახლა გამოვიდა წიგნი მამუკა წურწუმიასი დროშებზე და პორტოლანებზე და ძალიან საინტერესო სურათია და ისედაც ქალბატონ სარა ბარნაბელს აქვს თავის დროზე არაჩვეულებრივი წიგნი დროშებზე. იცით რა საოცარი მრავალფეროვნებაა. აი ვთქვათ, გიორგი შეიძლება გამოისახებოდეს თუნდაც ჯვაროსნების დროშებზე სიმბოლურად, აი ვთქვათ, ჯვრის სახით და საქართველოში გვაქვს აი მთელი სპექტრი გამოსახულებებისა. წმინდა გიორგი, რომელიც დიოკლეტიანეს ვლახრავს, წმინდა გიორგი, რომელიც გველეშაპს ვლახრავს, მეტიც წმინდა გიორგი, რომელიც ქალწულს გამოიხსნის და ასე შემდეგ. ანუ აი მთელი იკონოგრაფიული მრავალფეროვნება გვაქვს დროშებშიც კი და სხვა შორის ესე ძალიან აი კიდე რაც მინდოდა ძალიან მე თქვა, ეს არის სხვათა შორის ასმათ ოქროპირიძეს დაკვირვება და არის მართლა ძალიან საინტერესო. აი ვთქვათ, წმინდა გიორგი დაკავშირებულია წმინდა ნინოსთან და იგივე მირიანთან და ქართლის ისტორიასთან, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სინამდვილეში წმინდა გიორგის კულტი ჩანს სხვა სამეფოებში საქართველოში. აი მაგალითად ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი აფხაზეთის სამეფო, მოგეხსენებათ, სადაც განსაკუთრებული პიეტეტი ჩანს გიორგი პირველისა, წმინდა გიორგისადმი და როგორც თვლიან სწორედ მისი დაკვეთით არის თქვათ ცხოვრება შექმნილი და იგივე საგალობლების კანონი სწორედ მისი დაკვეთით უნდა იყოს შექმნილი. იგივე თუნდაც ტაო-კლარჯეთი, სადაც აი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან ვიცით, რომ უკვე თუნდაც მე-9 საუკუნიდან, სულ მცირე მე-9 და მე-10 საუკუნეში ნოემბრის თვე, გიორგობის თვეთ იხსენიება და პირდაპირ მოთხრობილია გიორგის სახელის ეკლესიის მშენებლობა გამოცხადების საფუძველზე და მეტიც იქედან ჩვენ ვიგებთ, რომ არსებობს საგანგებო ნოემბრის თვის
მარხვა, რომელიც სწორედ 10 ნოემბრის დღესასწაულს ეძღვნება და ასე შემდეგ. და კახეთ-ჰერეთის სამეფო, სადაც სხვა შორის განსაკუთრებული ასევე დამოკიდებულება ჩანს თუნდაც სამეფო სახლისა და კვირიკე მეფისა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ჭრის მონეტას, სადაც გამოსახულია წმინდა გიორგის ფაქტობრივად უადრესი გამოსახულებაა მონეტებზე. აქ ასახულია წმინდა გიორგი დიოკლეტიანეს მლახველი და სხვა შორის ძალიან საინტერესოა. ეს არის არაბულ წარწერიანი მონეტა. ამ წიგნში ის წარმოდგენილია და ნიკო ჯავახიშვილს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, რომ კარგი ფოტო მოგცა სწორედ წიგნისთვის და ეს არის არაბულ წარწერიანი მონეტა, რომელზედაც გიორგი იდენტიფიცირებულია სხვათა შორის ასომთავრულად. ესე რომ კახეთ-ჰერეთის სამეფოს დამოკიდებულებაც მართლა განსაკუთრებულია გიორგისა და ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვით იმას, რომ წმინდა გიორგის კულტი არის პრაქტიკულად ყოვლის მომცველი და ის ფაქტობრივად უსწრებს წინ, მე ვიტყოდი პოლიტიკურ მთლიანობას. ფაქტობრივად ეს არის ის სულიერი მთლიანობა, რომელიც ერთიანდება წმინდა გიორგის საფუძველზე, რომელიც შემდგომ უკვე ხორციელდება პოლიტიკურ მთლიანობაში, რაც მგონია რომ ძალიან საინტერესოა. დიახ, თქვენ ახსენეთ მამუკა წურწუმია და ძალიან კარგი ნაშრომი აქვს აი მეომრებთან დაკავშირებით, მეომრ სასულიერო. დიახ, სასულიერო პირებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი გამახსენდა ახლა ბოდბის ეკლესია ახსენეთ, რომ წმინდა გიორგის სახელობაზე უნდა ყოფილიყო ნაკურთხის თავიდანვე ბოდბის ეკლესია. ბოდბის ერთ-ერთი ეპისკოპოსი ერთ-ერთი წყარო მას მოყავს, მამუკა წურწუმიას მოყავს, რომ ბრძოლის წინ ეუბნებიან მას, რომ ეპისკოპოსს თუ თქვენ უნდა იბრძოლოთ, ეს ანუ სისხლი უნდა დაღუაროთ, მაშინ სხვა ეპისკოპოსმა გვაზიაროს. და ეს პასუხობს, ეპისკოპოსი პასუხობს, რომ ეს ქრისტიანობის და ერის დაცვასთან არის დაკავშირებული და ამიტომ მეგაზიარებს და თან იბრძვის რა სავარაუდოდ შემდეგში. ჩვენ წყაროებს ისედაც იცით, აი თუნდაც ამ წიგნმა მაჩვენა, იცით რამდენი რამე, სხვა შორის ძალიან ვუმა ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა სწორედ ტატოს, რომელიც ძალიან ესეთი პედანტი რედაქტორია. ისედაც იცით, საქართველოში რაღაც უცნაური არის ეს ამბავი, იმიტომ რომ რედაქტორები ესე აი ტატო მიუდგა ამას ევროპული, ესე ვთქვათ, სტანდარტით. ყველაფერს ამოწმებდა გვერდებს, ბიბლიოგრაფიას, ხო და ამიტომ იცით, მე უკვე გამიჩნდა ყველაფრის შემოწმების, იმიტომ რომ აქამდე ეს ნამდვილად არ მქონდა. ნახეთ რა საინტერესო ამბავი მოხდა, ეხლა ეს თქვათ გიორგისთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ ბარემ ვიტყვი, იმიტომ რომ მაინც ამ წიგნის ნაწილია. აი თუნდაც ისედაც ვიტყვი ალბათ, რომ მსმენელს ვუთხრათ, დაახლოებით რა შინაარსის არის ეს წიგნი და მე მივაბავ იმას, რაც მინდა რომ ვთქვა. ესე იგი, როგორც ვთქვი, პირველი ნაწილი შედგება შესავალისაგან, სადაც ზოგადად მოთხრობილია ჩასახვა ფაქტიურად წმინდა მეომრების კულტისა და მათი ისტორია და სხვა შორის ძალიან საინტერესო მსჯელობა აქვს ტატოს სწორედ პრიორიტეტულ ესე ვთქვათ წმინდანებზე, აი მაგალითად ისვავს საკითხს სერგუსის არაპოპულარობაზე საქართველოში, რაზეც მე მაგალითად არასდროს არ მიფიქრია და თulis რომ ეს სერგუსი იმდენად ნაციონალიზირებული იყო ვთქვათ სასომხეთში, რომ უკვე აქ გარკვეულწილად იჩრდილება. იგივე თუნდაც ევგენი ტრაპიზონელის კულტის დამკვიდრებაზე ძალიან საინტერესო პასაჟებია. ყველას ვურჩევ რომ წაიკითხოს და თან მართლა იკითხება ასრულებით არაჩვეულებრივად. და აი პირდაპირ აი საფუძველს უქმნის მე უკვე დანარჩენ თავებს, იმიტომ რომ მე მოდის უკვე იკონოგრაფიული ანალიზი და ცალკე წმინდანებისადმი მიძღვნილი თავი, ყველაზე დიდი თავი ცხადი არის წმინდა გიორგისა, რომელიც მე მეკუთვნის, შემდგომ მოდის წმინდა დიმიტრი თესალონიკელის თავი, ისიც ჩემი ავტორობით არის თავი, რომელიც საგანგებოდ ეძღვნება წმინდა თევდორეს სტრატილაცა და თევდორე ტირონს, რომელიც ეკუთვნის ჩვენ კოლეგას თამარ დადიანს. ცალკე თავი გვაქვს წმინდა ევსტატე პლაკიდასადმი მიძღვნილი, რომელიც ჩემი თანაავტორობით და ირმა მამასახლისის თანაავტორობით არის და ცალკე მე ვიტყოდი გამამთლიანებელი ესეთი დანართი თავი არის ტატო ალექსიძის და ქეთი მამასახლისის მიერ. ეს არის წმინდა მხედრები ჰაგიოგრაფიულ და ლიტურგიკულ ტრადიციაში. და აი ნახეთ რომ დავუბრუნდე იმ საკითხს, რომ ყველაფერი მართლაც გადასამოწმებელია, როდესაც მე ვმუშაობდი ამ დემეტრეს თავზე, იცით, ძალიან ბევრგან, თითქმის ყველგან წერია, რომ მაგალითად დემეტრე თესალონიკელის თავი ინახება გელათის ლუსკუმაში, რომელიც დღეს არის ბაგრატში. და საბედნიეროდ მეუფე იოანე გამრეკელმა მოგცა ამის საშუალება, ახადა თავი ამ ლუსკუმ
ამას, იმიტომ რომ მე სწორედ აი ეს აზრი გამიჩნდა. დემეტრე თესალონიკელის ყველაზე მახასიათებელი თვისება არის ის, რომ მას აქვს ურღვეველი სხეული. ამიტომ ის ჩამონათვალი რელიკვიებში, სადაც წერია, რომ დემეტრე თესალონიკელის თავი იყო თავის დროზე გელათში, არის რამდენადმე უცნაური. თან ეს სანაწილეც რომ ნახე, იცით რა საინტერესო, იმ თავს მართლა აწერია, რომ არის დემეტრე თესალონიკელის. ამიტომ ჩავედით და საგანგებოდ შევამოწმეთ და რა თქმა უნდა იქ არ დაგვხვდა დიმიტრი თესალონიკელის თავი, სამაგეროდ დაგვხვდა ძალიან საინტერესო რამე. დაგვხვდა წმინდა მამაის თავი და აქვე ვიტყვი, რომ იქ არის რამოდენიმე წმინდანის, ხათ შორის კოზმას თავი არის იქვე და იცით როგორი საინტერესო, ეს არის თავის ქალები, რომელსაც აქვს თავისი ჭედური შესანიშნავი ჭედური მედალიონები და აშკარაა, რომ ეს ჭედური მედალიონები არის ძალიან მაღალი დონის, მე ვიტყოდი კონსტანტინოპოლური ნახელავი, დაახლოებით მე-11 საუკუნის დასაწყისისა და მე თითქმის დარწმუნებული ვარ, ამას რა თქმა უნდა ესე მტკიცებული, ესე ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ნამდვილად ესე უნდა იყოს წესით. ეს არის სწორედ ის რელიკვიები, რომლებიც იხსენიება დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში, სადაც ნათქვამია, რომ ამ მთელი სამყაროდან ჩამოიტანა წმინდა ნაწილები და სწორედ მამაის თავი დაგვხვდა დიმიტრის მაგივრად. ესე რომ ამიტომ შემოწმება და ესე ცოტა კრიტიკულად რაღაცების მიღება მე მგონი ძალიან სასარგებლოა. ესე რომ თვითონ დავით აღმაშენებელი ახსენეთ და დავით აღმაშენებელის გიორგი ჭყონდიდელიც იბრძოდა, ანუ ერთ-ერთი ჭყონდიდელების ეპისკოპოსების, ანუ ბერების, სასულიერო პირების მოვალეობაში შედიოდა ესეც ხედავთ მთავრობაც. მე მგონი თორნიკერის თავი მარტო ჩვენ აყვავს ისედაც. კი, აი რაღაც ისეთი ძალიან სიმბოლური. თუმცა დასავლურ სამყაროში ხდებოდა ეს, რომ მაგალითად სასულიერო პირი შეიძლება რაინდი გამხდარიყო, წასულიყო ბრძოლაში ებრძოლა, რო დაბრუნდებოდა, მერე ისევ აგრძელებდა, ისევ ხდებოდა. ყველა ესეთი რა თქმა უნდა, საეკლესიო კანონები ყოველთვის ეხლა რო გადავიდეთ ეს კანონიკურ სამართალზე ძალიან შორს წავართ, მაგრამ კრებები ყოველთვის გრძალავდა ამას, რომ სისხლი არ დაღვაროს სასულიერო პირმა, იმიტომ რომ მერე ვეღარ წირავს და ყოველთვის ესეც კრიტიკულად უდგებოდა ამას, მაგრამ არსებობს ეკლესიაში ეკონომია, ესეთ საქართველოსნაირ სიტუაციებში, ჩვენ ბრძოლებში, სადაც თვითონ სასულიერო პირებიც თვითონ იბრძოდნენ, იმიტომ რომ გამოვალი სიტუაციები იყო. და ამასაც ეკონომია ეწოდება რა, დაშვება გარკვეული რაღაცა თვალსაზრისები, რაღაცა გარემოები უნდა გაითვალისწინო, როცა ისტორიას კითხულობ და ეს გარემოები უნდა გაითვალისწინო თანამედროვე ეპოქაშიც, იმიტომ რომ დღესაც გაუნათლებლობა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ყველაფერს კრიტიკული თვალით უყურებთ, კრიტიკული თვალით შეხედოთ ცუდი არ არის, მაგრამ მხოლოდ კრიტიკით და არა გაანალიზებით. რეალისტურად უნდა უყურებდეთ, ხო, რაღაცა არსებობს რაღაც გარკვეული ჩარჩოები, რომ რაღაც იმაში თუ არ ჩდება, მაგალითად სასულიერო პირი, ესე იგი გასაკვეთია და ასე შემდეგ. ესეთი ტენდენცია არის ხალხში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ გაუნათლება, ანუ ინფორმაციის არ ქონა, ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რა თქმა უნდა. მე გავაგრძელოთ ალბათ საუბარი წმინდა გიორგის გამოსახულებებთან და ორიგინალურ გამოსახულებებთან ქართულ ეკლესიის ისტორიაში ძალიან ბევრი საინტერესო თქვენ გაგახსენეთ. დიახ, აი აქვე ვიტყვი, რომ გარდა ადრეულობისა, ისტორიად ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, მახასიათებელი არის წმინდა გიორგის სრულიად ორიგინალური იკონოგრაფიული ვერსიები. და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე იკონოგრაფიულ ვერსიებზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, და უნდა ითქვას ალბათ, არა ვთქვათ გველეშაპის მლახველი წმინდა გიორგი, რომელიც საყოველთაო არის გავრცელებული ქრისტიანულ სამყაროში, არამედ სწორედ ქართული ხელოვნებისათვის დამახასიათებელი დიოკლეტიანეს მლახველი წმინდა გიორგი, რომელიც ჩნდება პრაქტიკულად აი სადღაც მე-10 საუკუნიდან. მე ამაზე ძალიან ბევრს წერს, სწორედ აი ცალკე დიდი თავიც გვაქვს დათმობილი, იმიტომ რომ ეს არის გამოსახულება, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს რეალობაში იღებს გარკვეულ პოლიტიკურ კონტექსტს და სხვა შორის ეს პირველი, ვინც ეს პოლიტიკური კონტექსტი დაინახა, იყო ჩვენი სკოლის ფუძემდებელი ბატონი გიორგი ჩუბინაშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ სინამდვილეში აი ეს არის გამოსახულება, რომელიც შეიძლება გაიგო როგორც წმინდა სიმბოლური, იმიტომ რომ მაგალითად ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში იმპერატორი ხშირად იწოდება პირდაპირ გველეშაპად დიოკლეტიანე. ამიტომ პრაქტიკულად ეს ყოველთვის არ არის თქვათ ეს პოლიტიკური კონტექსტი sagulvebeli. შეიძლება ის მიიღო როგორც წმინდა სიმბოლური გამოსახულება, სადაც ანთროპომორფული ფიგურა გულისხმობს სწორედ ბოროტების სიმბოლოს და დაუშვათ წარმართობის სიმბოლოს, მით უფრო აი ესეთი სიმბოლო ძალიან ბევრია. მაგალითად
გვაქვს სისინიუსის გამოსახულება, სადაც ის ლახრავს ქალ დემონს და ეს სწორედ ბოროტების სიმბოლოს გულისხმობს. არის აი რაღაც სხვადასხვა ვერსიები ეგეთი წმინდა სიმბოლური, მაგრამ მე-10 საუკუნეში, მე-10 საუკუნიდან მოყოლებული, აი სწორედ აი ისტორიული ვითარების გათვალისწინებით, აი ეს ვითარება ათქმევინებს ბატონ გიორგის და თვითონ გამოსახულების თავისებურებანიც, რომ აი ამ იმპერატორში დიოკლეტიანეში იგულისხმება ზოგჯერ იგულისხმება კონკრეტული ბიზანტიელი მმართველი და სინამდვილეში ეს რა თქმა უნდა არ არის ასე ციდან მოტანილი არგუმენტი, ამას გვათქმევინებს სწორედ გამოსახულება. აი რა არის აქ ძალიან საინტერესო, რამოდენიმე გამოსახულებაში და სხვა შორის არაერთში საკმაოდ მრავლობითად გვაქვს ესეთი გამოსახულებანი, სადაც დიოკლეტიანეს აი ბოროტების სიმბოლოს აქვს შარავანდი. შარავანდი, რასაც სწორედ ამბობს ბატონი გიორგი, რომ ეს შარავანდი არის სწორედ საიმპერატორო ატრიბუტიკის და მართლობის სიმბოლო და ძალიან ხშირად დიოკლეტიანე გამოისახება სწორედ საიმპერატორო სამოსში. ამიტომ შუა საუკუნეებში აი ამ ასოციაციებს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, იცით? ისეთი სიმბოლური გადაძახილებია, რასაც ჩვენ უნდა მივუხვდეთ, ასე ვთქვათ, დღეს და შუა საუკუნეების ადამიანისათვის ის გაცილებით ცოცხალი იყო. და აი ამ ხრივ მე მგონი ძალიან საინტერესოა მაგალითად ჯოის უბნის მე-10 საუკუნის რელიეფური გამოსახულება, სადაც ჩაარამად მოსილ დიოკლეტიანეს აქვს წითელი წუღები. პრაქტიკულად ეს წითელი წუღი არის ბიზანტიური საიმპერატორო სახლის ატრიბუტიკა და პირდაპირ შუა საუკუნეების რა თქმა უნდა ის პირდაპირ იქნებოდა მე ვამბობ ხოლმე აი პორფიროგენეტობის სიმბოლო. ამიტომ ამ გამოსახულებებს შეიძლება მივიჩნიოთ ესე, რომ ამ გამოსახულებას ჰქონდა ესე ვთქვათ, ეს პოლიტიკური კონტექსტიც. გვაქვს ზოგადად თან ფერების შემთხვევით არის ხატებოდა ხო? ხო, რასაკვირველია, აბარა. სხვა ჯერ შარავანდი აქვს ოქრა, ანუ ხაზგასმულია მისი სწორედ ეს სამეფო ატრიბუტიკა და ეს წუღები. გვაქვს ძალიან უცნაური გამოსახულებები, რომელსაც პარალელი საერთოდ არსად არ ეძებნება. ეს არის მაგალითად წვეროსანი წმინდა გიორგი და ალბათ ეგეც არ არის შემთხვევით, რომ დაუშვათ ყველაზე ადრეული წვეროსანი წმინდა გიორგი ჩვენ გვხვდება ილორში და არის მრავალძალის ეკლესიაში. მართალი გითხრათ, სხვაგან მე არსად არ მინახავს, აი სწორედ ამ წიგს რო ვაკეთებდით, ბოლოს ძლივს მივაგენი ერთ-ერთ სომხურ მინიატურაში და ძალიან საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ ეს სომხური მინიატურა თარიღდება მე-13 საუკუნით და აშკარაა, რომ მისმა მხატვარმა ძალიან კარგად იცის ქართული მასალა, იმიტომ რომ სომხურ იკონოგრაფიაში ქალწულის გამოხსნის სცენა პრაქტიკულად არსად არ გვხვდება. ეს არის სცენა და მე მოგვიანებით ვილაპარაკებ თუ დაგვრცალდა, სცენა, რომელიც პრაქტიკულად პირველად ჩდება საქართველოში, სხვათა შორის ლიტერატურული საფუძველი მისი, პირველად ჩდება მე-11 საუკუნის დასაწყისის ხელნაწერში და მისი გამოსახულებაც სწორედ ჰადიშის ეკლესიასთან, ანუ სვანურ მხატვრობასთან არის დაკავშირებული. და იქაც სომხეთში ჩდება სწორედ ქალწულის გამოხსნა, სადაც გიორგი არის წვეროსანი. აი რა არის ეს წვეროსანი სიმართლე გითხრათ, ესეთი ხელმოსაჭიდი რაიმე წყარო ამის ახსნისა ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ მე მაქვს ვარაუდი, რასთან შეიძლება დავაკავშიროთ და მე მგონი თვითონ ილორის სალოცავი გვაძლევს ამის საშუალებას. ცოტა რთულია, მაგრამ სხვა ახსნა ამას არ ეძებნება. მე უბრალოდ მსმენელს შევახსენებ, რომ ილორი ეს არის დღეს აფხაზეთში მყოფი სალოცავი, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული სალოცავი და ეს არის სასწაულის ადგილი, რომელიც სულ მინიმუმ მე-10 საუკუნიდან აღესრულებოდა, ყოველ შემთხვევაში წყაროების და საეკლესიო ტრადიციის მიხედვით ეს ასეა. ეს არის ის სალოცავი, სადაც 10 ნოემბერს, ანუ ეროვნულ დღესასწაულზე წმინდა გიორგისა, თავისით, როგორც ამბობენ, მოდიოდა შესაწირად გამზადებული ხარი. ჩვენ აი ამ რიტუალის აღწერილობა გვაქვს, იგივე შარდენთან, იგივე მისიონერებთან ხარს, რომელიც ითვლებოდა ქრისტიანულ სიმბოლიკაში ქრისტეს ზოომორფული სიმბოლოს გამოხატულებად აკავშირებდა წმინდა გიორგისთან. და ილორში მარტო ეს სასწაული არ იყო. ილორში იყო სასწაულმოქმედი ხატი და სასწაულმოქმედი სასწორი, როგორც ჩვენ აღწერებიდან ვიცით, ეს იყო
უფრო სასწორი, რომელსაც სამართალს ეკითხებოდნენ. ანუ მოდავე მხარეები მიდიოდნენ ილორში და აი ამ თავის საკითხს წყვეტდნენ სწორედ აი ამ სასწორთან და სასწორის მოძრაობის მიხედვით წყდებოდა ვინ იყო მართალი და ვინ არა. ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ფაქტიურად წმინდა გიორგის ჰქონდა მსაჯულის ფუნქცია და მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს საჯულის ფუნქცია შემდგომ უკვე ილორიდან გადადის სვანეთში. აი ხაზზე დაფიცება ჩვენ გვაქვს, რაც მე ყოველ შემთხვევაში ვიკითხე სვანეთში, ძირითადად რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მიღებულია მთავარანგელოზ მიქაელთან და ეს არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ის არის სწორედ ზეციური ძალთა წინამძღოლი და აი გიორგისთან განსაკუთრებით სხვა შორის აი სვიფის წმინდა გიორგის ხატია ამ თვალსაზრისით გამორჩეული და აი სვიფის მაგალითად კარი პირდაპირ დაკავშირებულია ილორის ამბებთან, იმიტომ რომ ჩვენ იქ წარწერა, აი პირდაპირ წარწერა გვეუბნება, რომ ქტიტორი ილორთან არის დაკავშირებული. ამდენად აი ეს ფუნქცია მისი მსაჯულებისა მგონია ხსნის მის წვეროსნობას, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად ქრისტესთან მისი სიმბოლური შემსგავსება, აი ქრისტეს შემოსილობის პირდაპირ იკონოგრაფიული გამოხატულება და სხვა შორის იგივე ითქმის მრავალძალზეც, იმიტომ რომ მრავალძალიც არის არაერთი სასწაულის მქონე ძეგლი და ბევრ სასწაულთან არის ის დაკავშირებული და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წმინდა გიორგის სალოცავად და სხვა შორის ესეც არ არის შემთხვევითი, რომ მრავალძალი სინამდვილეში მრავალძლიერ წმინდა გიორგის გულისხმობს სწორედ და ეს წვეროსნობა როგორც ჩანს, აი ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, უნდა იყოს ამასთან დაკავშირებული. ისედაც აი ძალიან უცნაური მაგრამ ჩვენ გვაქვს წმინდა გიორგი, რომელიც გამოისახება მაგალითად ჯვრული შარავანდით, რაც არ არის ტიპიური ცხადია. პრაქტიკულად დღევანდელი საზომებით რომ მიუდგეთ, ეს შეიძლება იკონოგრაფიული დარღვევა და რაღაც მკრეხელობათაც კი დავინახოთ, მაგრამ ეს ნამდვილად მე მგონია, რომ აქ იგივე მექანიზმია, რაც წვეროსნობის შემთხვევაში. ის პირდაპირ ქრისტეს შემოსილობის სიმბოლოს გამოხატავს და მეტიც სხვათა შორის სინამდვილეში არის შემთხვევები, როცა წმინდა გიორგის ჯვრული შარავანდი არ აქვს, მაგრამ ის გამოისახება საკურთხევლის წინ აღსამართ ჯვრებზე. აი ეს არის კიდე ძალიან საინტერესო, რომ წმინდა გიორგი არის ის ერთადერთი წმინდანი, რომლის ცხოვრების ციკლები, აი მასიურად გამოისახება საკურთხევლის წინ აღსამართ ჯვრებზე. და მე სულ მახსენდება ხოლმე გრიგოლ ხანძთელი, რომელიც პირდაპირ ჯვარით მოგადულო წმინდა გიორგი ასე მიმართავს მას. და პრაქტიკულად აი ეს ჯვარზე მისი ციკლების გამოსახულება, რაც არის სრულებით გენიალურ მესტიის ჯვარზე, ეს არის მე-11 საუკუნის 30-იანი წლები. აი ეს ტრადიცია უკვე სწორედ აი ქრისტეს შემოსილობის და გიორგის უშუალო სიმბოლურ კავშირს უნდა ასახავდეს. და ისედაც იცით როგორი საინტერესოა, მე პირველად სადღაც 2019 წელს გიორგიზე რო დავიწყე მუშაობა, მახსოვს დავწერე მაშინ საქართველოს სიძველენისთვის სტატია და მაშინ ბატონი მიტო თუმანიშვილი იყო ცოცხალი და ვუთხარი რაღაც ცოტა უხერხულ ამბავში ვარ მე მგონი მეთქი, რომ ყოველი აბზაცი მეთქი იწყება ასე, პირველად საქართველოში, ან მხოლოდ საქართველოში და ზუსტად ბატონმა მიტომ მითხრა, რომ იყოს არის ეგრეო და რა ვქნათ, კი, ნამდვილად, იმიტომ რომ აი მაგალითად თუნდაც აი ეს თქვენ ალბათ მე აჩვენებთ კიდევაც ამ მესტიის ჯვარს, შესანიშნავ ჯვარს, იქ წარმოიდგინეთ ქრისტეს გამოსახულება საერთოდ არ არის. პრაქტიკულად ქრისტეს სანაცვლოდ მისი ცხოვრებაა წარმოდგენილი, მხოლოდ იმიტომ რომ სხვა ჯვრებზე ჩვენ გვაქვს შერეული ციკლი ხოლმე, სადაც ცენტრში გამოსახულია დაუშვათ ჯვარცმა, რაც ლოგიკურია. და მერე უკვე მოდის ხოლმე წმინდა გიორგის ციკლი. აქ კიდე ჯვარცმის მაგივრად თქვენ წარმოიდგინეთ ჩასმული არის ძალიან საინტერესო ხორცის ხვეტის სცენა, სადაც წმინდა გიორგის აწეული აქვს ხელები და ძელზეა გაკრული. პრაქტიკულად რო შეხედავ ასოციაციურადაც ხვდები, რომ ის ჯვარცმა აქვს ნაგულისხმები, ეს გიორგი ჩუბინაშვილს სრულიად გენიალურად აქვს გაანალიზებული. ისედაც ეს
ძეგლი არის აი მართლა უნიკალური წმინდა გიორგის ჰაგიოგრაფიული ციკლების თვალსაზრისით, იმიტომ რომ აქ არის 9 სცენა, რაც საკმაოდ უჩვეულოა ესე ადრეული პერიოდისთვის. ჩვენ ესეთი გიორგის გავრცობილი ციკლები ბიზანტიაში ვიცით მხოლოდ ესე მასიურად მე-12 უფრო გვიან მე-13 და პოსტბიზანტიურ ხელოვნებაში. საქართველოში კიდე ესე შემოდის გაუთავებელი ციკლები კედლის მხატვრობაში, საკურთხევლის წინახსამართ ჯვრებზე და ერთ-ერთი ყველაზე რაც არის კიდე საინტერესო ამბავი და ეს აუცილებლად არ უნდა გამოგჩეს, რა თქმა უნდა, სწორედ აი ამ მე-10 საუკუნიდან აი მკაფიოდ ჩდება გიორგის ნაციონალიზაციის მართლაც პროცესი, რაც რა თქმა უნდა მკვიდრდება პირველ რიგში ლიტურგიაში და ეს არის ყველასათვის ცნობილი 10 ნოემბრის დღესასწაული, ანუ ბორბალზე დაკვრის ეპიზოდი, რომელზედაც პირდაპირ წმინდა გიორგი მთაწმინდელი ამბობს, რომ როდესღაცო ბერძნები ამას დღესასწაულობდენო და ეხლა ქართველებმა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთო და არა თუ დავივიწყოთ მაგალითად ნაკიფარის მოხატულობაში წმინდა გიორგის ბორბალს აი პირდაპირ გრანდიოზული გამოსახულება ეთმობა დასავლეთ კედელზე გავრცობილი, სადაც აქვს აი დიდი წარწერა, ეს არის 10 ნოემბერი ბორბალზე დაკვრა, აი პირდაპირ დეკლარირებულად არის როგორც ეროვნული დღესასწაული. და თვესაც გიორგობის თვე. კი, გიორგობის თვე უკვე მე-9 საუკუნიდან და იცით კიდე აი რა არის ძალიან საინტერესო, რომ მაგალითად მინჩხთანაც ვთქვათ გიორგის საგალობელში ის ღვთისმშობელს და გიორგის ევედრება ავედრებს ასე ვთქვათ ქვეყანას. ამდენად ეს ნაციონალიზაცია ძალიან მკაფიოდ ჩდება მე-10 საუკუნიდან და აი დამოკიდებულებაც ეს არის და მე ამითი ვხსნი იცით ესეთ ორიგინალური ვერსიების არსებობას. როცა შენ გაქვს აი და მაგალითად დავით გარეჯელისა არ იყოს, ან წმინდა ნინოსი არ იყოს, შენი ეროვნული წმინდანი, შენ უკვე ხარ შემოქმედი ამ ეროვნული წმინდანის ჰაგიოგრაფიული ციკლის. აი თქვათ იგივე დავით გარეჯის ეს შესანიშნავი ციკლები რო ავიღოთ თავისი ეპიზოდები. ფაქტობრივად დამოკიდებულება იგივეა. წმინდა გიორგი უკვე ისეთი ნაციონალიზირებულია, რომ აქ ჩდება ის სცენები, რომლებიც სხვაგან საერთოდ არ აქვს. და თუნდაც საქართველო ამ მხრივ არის კიდე ნოვატორი და აი ამ შემთხვევაში სრულებით საგანგებოდ უნდა ავღნიშნოთ ქალწულის გამოხსნის სცენა, რომელიც აი ვახსენე კიდეც პირველად ხელნაწერში ხვდება იერუსალიმურ ხელნაწერში ქართულში მე-11 საუკუნის დასაწყისისა და მე-12 საუკუნის დასაწყისში ჩვენ ხვდება მაგალითად ჰადიშის მოხატულობაში. და რა არის საინტერესო? ეს არის სცენა, რომელიც ძეგლიდან ძეგლში გადადის ფაქტიურად და არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სცენა. მე ვიტყოდი ამ მხრივ წმინდა გიორგის ციკლში შეიძლება ასეთი 3 განსაკუთრებული სცენის აღნიშვნა. ერთი არის რა თქმა უნდა ბორბალზე დაკვრის გამოსახულება, რომელსაც აქ ცალკე ნაკვეთი ეძღვნება კიდეც და ეს არის მართლა ძალიან ორიგინალური იკონოგრაფიული ვერსიები, სადაც სხვათა შორის აი ეს ბორბალი პირდაპირ განედლებულ ჯვრათ არის წარმოდგენილი, ხან აყვავებულ ყვავილად არის წარმოდგენილი, პრაქტიკულად აი ჯვარცმის პირდაპირი ალუზია თვითონ იკონოგრაფიულ სახეშიც. და ორი ესეთი განსაკუთრებული მახასიათებელი სცენა, ეს არის სწორედ ქალწულის გამოხსნის სცენა და სხვათა შორის ყრმის გამოხსნის სცენა. და საბედნიეროდ ჩვენ არა, იგივე ქრისტოფორ ვოლტერი, რომელიც არის წმინდა მეომრების ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარი, ინგლისელი, ის ამბობს, რომ ეს არის სწორედ ის სცენა, რომელიც იბადება საქართველოში და მერე როგორც ჩანს ვრცელდება საქართველოდან და ამასაც ესეც არ უნდა იყოს შემთხვევითი. ეს არის განსაკუთრებული სიმბოლურობის მატარებელი სცენა. მე უბრალოდ შევახსენებ მსმენელს, რა ხდება ამ სცენაში, ქალწულის გამოხსნის ეპიზოდი რას გულისხმობს. ეს არის წარმართი მეფე სელინოზის ქალაქის დახსნა და ისტორია არის ესეთი, ამ ქალაქს დაეპატრონება გველეშაპი და მეფის შეთანხმებისამებრ ყოველ დღე წირავენ გველეშაპს ახალგაზრდას და ბოლოს შესაწირი არის მისი ქალიშვილი, ერთადერთი ქალიშვილი. ამ დროს ცხოვრების მიხედვით წმინდა გიორგი გამოივლის და ბრუნდება კაბადოკიაში ბრძოლიდან და დაინახავს მჭმუნვარე ქალწულს, რომელიც ეუბნება, რომ გაეცალე ხლა აქაურობას, იმიტომ რომ გველეშაპმა უნდა შემჭამოსო. და წმინდა გიორგი ქრისტეს მიმართავს ლოცვით, გადასახავს პირჯვარს და ქალწულს თხოვს
სარტყლის მოხსნას, ამ სარტყელს გამოაბავენ გველეშაპს და აი ესეთი მორჩილ ქმნილი გველეშაპი მიყავთ სილინოსთან. ეს ისტორია მთავრდება ქალაქის მოქცევით და რა თქმა უნდა არ არის შემთხვევით რომ საქართველოში ეს სცენა არის ასეთი პოპულარული. სხვათა შორის პირველად ამ სცენის სიმბოლურ მნიშვნელობაზე და საქართველოს კავშირზე ილაპარაკა ქალბატონმა ლიანა კვირიკაშვილმა თავის შესანიშნავ დისერტაციაზე, რომელიც ეძღვნებოდა წმინდა გიორგის საგალობლებს და ის ამბობს სწორედ რომ ამ თემის ესეთი პოპულარობა უდაოდ უნდა იყოს დაკავშირებული ქალწულის მნიშვნელობასთან, რომელიც პირდაპირ ასოციაციას ბადებს სხვათა შორის ლიტერატურულადაც ღვთისმშობელთან. იმიტომ რომ როდესაც თქვენ აი ამ ეპიზოდს კითხულობთ, მისი გამზადების ეპიზოდი შეიმოსა პორფირით, რძალი, აი პირდაპირ გაქვს ეკლესიასტეს სიმბოლური სახე ღვთისმშობლისა. და ეს არ არის რა თქმა უნდა შემთხვევითი, იმიტომ რომ სხვადასხვა სიმბოლურ ინტერპრეტაციებში ეს ქალწული ჩნდება როგორც ღვთისმშობელი, როგორც ეკლესიის პერსონიფიკაცია და სხვა შორის ბერძნულ საგალობლებში ის პირდაპირ მარიამათაც კი იწოდება. ამდენად აი ამ სცენაში მაგალითად ქალბატონი ასმათი ხედავს წმინდა გიორგის მისიას, ასე ვთქვათ, მიიყვანოს მიწიერი ეკლესია ზეციურ იერუსალიმამდე და ეს ნამდვილად ასეა. ამდენად მისი პოპულარობა სულაც არ არის დაუშვათ გასაკვირი და მეორე სცენა, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია, ეს არის როგორც ვთქვით ღრმის გამოხსნა და ტყვეთა განმანთავისუფლებელი წმინდა გიორგი რო აქ განსაკუთრებით პოპულარული ყოფილიყო ამ ვითარებაში სულაც არ არის გასაკვირი და ეს სცენა სხვათა შორის პირველად ჩნდება ჰადისში, აი ამ მხრივ ეს პაწაწუნა ეკლესია არის გრანდიოზული მნიშვნელობისა. გვაქვს ორი უადრესი გამოსახულება წმინდა გიორგის ცხოვრების სცენისა, რომელიც სხვა შორის მერე ძალიან პოპულარული ხდება ჯვაროსნებში და სწორედ აი პეტრ გროტოვსკი ამბობს, რომ როგორ ჩანსო საქართველოს გავლით წმინდა მიწაზე ეს სცენა ხდება ესეთი პოპულარული. ძალიან საინტერესო სამწუხაროდ მე მგონი ჩვენი დრო ფაქტიურად ამოიწურა. ძალიან ბევრი თემა დაგვჭირდა სასაუბრო, რაც მე ვფიქრობ რომ ალბათ დაინტერესებული პიროვნება თვითონ წიგნს გაეცნობა და აქ ძალიან ბევრი საინტერესო ყველაფერს გადაცემაში, მithuetes ერთ გადაცემაში ვერ ვიტყვით. ძალიან სწორი დაკვირვება იყო ჩემი თვალსაზრისით და ძალიან საინტერესო, აი ეს ალუზია, რომ წვეროსანი ქრისტეზე მიანიშნებს, როგორც მსაჯული, ჭეშმარიტი მსაჯული ღმერთი არის და ქრისტეს შემოსილი წმინდასაც გაგებით ვეთაყვანებით, რომ მის მასში დავანებულ სახთომათას ვეთაყვანებით და ალბათ ყოველთვის ახლა ქართველი ადამიანიც და ჩვენი წინაპრებიც ამ შინაარსდებდნენ, რა თქმა უნდა, ბუნებრივი ასე იქნება. და რაც შეეხება ნოემბრის დღესასწაულს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, წმინდა გიორგი მთაწმინდელი სიტყვები ახსენეთ თქვენ, რომ ბერძნები ძველთაგანვე აღნიშნავდნენ, ეს სავარაუდოდ როგორც ლიტურგისტები პალესტინული იერუსალიმური ტიპიკონი თავიდანვე დამკვიდრდა და ჩვენთან, რაც შემდეგში დარჩა, რომ უკვე მე-11 საუკუნიდან და შუა საუკუნეებში ბიზანტიური შემოდის და რაღაცა ყველა ესე ვთქვათ ქვეყნის ტიპიკონი ამ ხრივ ძალიან საინტერესოა ეს ლიტურგიკული თვალსაზრისით, რომ გარკვეულია ეს რაღაც ისტორიული ისენი ჩანს ხოლმე, აი ქართულშიც ეს ჩანს, რომ პალესტინურიც არის, ბიზანტიურიც არის, რაღაც ორიგინალური ქართულიც არის, ნაზავები ორი რაღაც ერთმანეთის და ამ ხრივ ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, ერთის აი ამ საინტერესო წიგნის გამოცემისთვის, აი საინტერესო საუბრისთვის. მადლობას მოგახსენებთ, მადლობა თქვენ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა ეკა გედევანიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.